არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან ხელისუფლების მიერ გამოხატულ პოლიტიკურ ნებას მაესტროს სატელიტურ ანტენებთან დაკავშირებით. კამპანია ეშენგეხებას აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის და კოალიცია მედია ადვოკატირების შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადება გაავრცელეს. კამპანია ეშენგეხებას მონაწილე ორგანიზაციები უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებას მიესალმებიან და მზადყოფნას გამოთქვამენ. სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში თავადაც მიიღონ ანტენების დაარიგების მონიტორინგში მონაწილეობა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მედია პლურალიზმის უზრუნველყოფისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მასთერის და მასწავლებლის პრინციპებს, რომელთა ამოქმედებამ წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში აღნიშნულია განცხადებაში. ორი მოთხოვნა გახლავთ. პირველი, მასთქერისა და მასწავლებლის პრინციპების გადაგრძელება არჩევნების დღეს და მის შემდგომ. რამდენადაც არჩევნებთან დაკავშირებული ინტერესი ნამდვილად არ იწურება არჩევნების დღემდე და ეს უნდა აუცილებლად უზრუნველყოფილი იყოს მის შემდგომაც, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების და გარანტიების გზით. და მეორე მოთხოვნა ეს გახლავთ ის უფრო სწორად ასე ვთქვათ შეფასება იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მიღებული იქნა უწყებათშორისი კომისიისა და მედია კოალიციის შეხვედრაზე 10 სექტემბერს, სადაც ხელისუფლებამ გამოთქვა პოლიტიკური გამოთქვა ნება იმის შესახებ, რომ შეიქმნა შესაძლებლობა ტელეკომპანია მაესტროს ანტენების დარიგების გარკვეული პირობების დაცვით. ჩვენ სხვა მოდელი შევთავაზეთ, მათ გითხრეს სხვა. პრინციპში იმ სხვა მოდელითაც, რომელიც შემოგთავაზეს, შესაძლებელია დარიგდეს მაესტროს სახელით, მაესტროს თეფშები, თავარია ჩვენთვის მიზანი. ხო რა არის მიზანი? მიზანი არის, რომ თეფშები დარიგდეს. ამისათვის არის საჭირო გარკვეული დეტალების დაზუსტება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის. რა ფასად მოხდება და ეს ფასი უნდა იყოს ლოგიკური და სამართლიანი და მეორე რამდენ ხანში დარიგდება.